პირველად ჩვენ გვქონდა გაცნობის დღე. ჩვენ ერთმანეთ თამაშით გავიცეთ. შემდეგ ის შევიდა ჩვენი Facebook-ის გვერდი ფურცელზე. ჩვენ დავხატეთ ჩვენი პორტრეტი და შევახეთ მოკი ანკეტასაც. ჩვენი ჯგუფი შეხვდა საფრანგეთი. გავაკეთეთ საფრანგეთის დროშა. ჩვენ კიდევ გავაკეთეთ პატარა სკეჩები და მე ვიყავი ერთ-ერთი მათგანი ბავშვი და უფლებები. ყველა ბავშვს აქვს უფლება რომ ისწავლოს. მეორე წელია რაც არის ამ პროექტში ჩართული იყო ყველანაირად მეგობრები შეიძინა ინფორმაციები და დიდი მადლობა ამ პროექტს. ძალიან კმაყოფილი ვარ, რა თქმა უნდა, ბევრი რაღაც შეიძინა უპირველეს ყოვლისა მეგობრები, მასწავლებლები, ინგლისურ ენაშიც განვითარდა, ასე ვთქვა და მოლოდინები გამიმართლა და მომავალ წელსაც იმედია მოხდებით. ჩემთვის უპირველესი იყო, რომ აი ბავშვებს გაეცნო. აი ზუგდიდელებს მეგობრები გაიჩინა ამდენი და ყოველდღიურად სიხარულით მორბოდა სკოლაში. პედაგოგები ყველამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. ნამდვილად მაყოფილი ვარ. ჩვენ უნდა მოგვიფიქრებინა მათი სახელები, ისტორია და უნდა დაგვეწერა მათი მოთხრობა. მე მომეწონა საზაფხულო სკოლა და კიდე მინდა აქ მოსვლა. ყველას ვისურვებ რომ აქ მოხვდნენ და ძალიან კარგი იყო. მე გავერთე, მომეწონა ვისწავლეთ მხიარად. ძალიან მომეწონა, იმედი მაქვს რომ კიდევ მოვალ აქ და იმედი მაქვს რომ არ დამთავრდებოდა ეს და სულ შემეძლება რომ მოვიდე ახალი მეგობრები შევიძიო და ჩემს უკვე მასწავლებლთან ერთად ვიყო 2 კვირა მაინც. მე მოვედი ათინათში რომ მესწავლა ინგლისური. ასევე გავიცანი ახალი მეგობრები და მასწავლებლები. მართალია 10 დღეა, მაგრამ ჩემი მეგობრები და მასწავლებლები ძალიან მეყვარება. ძალიან მომეწონა საზაფხულო სკოლა, ეს 10 დღე მით უმეტეს და მე უკვე მესამე წელი აქ დავდივარ, მომწონს. ვებია ჩემისკენ გავიგე რომ მე სკოლა საერთოდ არსებობდა. და ეს 10 დღე ვაკეთებდით პროექტებს, ვაკეთებდით ცხოველებს, ვაკეთებდით ბოთლისგან რაღაცებს და კაი იყო, მომეწონა. ძალიან წარმატებულად ჩაიარა ბოლო ნაკადმაც, ბავშვები ძალიან კმაყოფილები არიან, მათ საშუალება ჰქონდათ მოწვეულ სტუმართან ესაუბრა, დაისვათ შეკითხვები, გააკეთეთ სხვადასხვა აქტივობები, მიიღეს სხვადასხვა დავალებებში მონაწილეობა. ასევე გასვლითი ვიზიტი ჰქონდათ მათ გუბერნიაში, სადაც გაეცნენ რეგიონულ მიმდინარე პროექტებს, თუ რა იგეგმება მომავალში და ასე შემდეგ. ძალიან კმაყოფილები არიან, ჩვენც ლიდერები ძალიან კმაყოფილები ვართ, თითოეულ მათგანს უსწრებთ ძალიან დიდ წარმატებებს ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ იყო 3 ეტაპი, ვერ მოხერხდა ბევრის მიღება, ამიტომაც გადავწყვიტეთ 8 აგვისტოს ორშაბათს იყოს მე-4 ეტაპი, დაიწყოს მე-4 ეტაპი, რომელსაც განათლების სახლი და ათინათი ერთად ახორციელებს.